მოგესალმებით ეთერში ასტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. დღეს 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული 3 წლის თავზე საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს შეძლო. 1991 წლიდან 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო თარიღთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია ღონისძიებები. ასევე გაცნობებთ, რომ თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო თავისუფლების მოედანსა და შოთა რუსთაველის გამზირზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი არჩილ კოჭლამაზაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. რეგლამენტის თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 ხმით ხდება. უზენაეს სასამართლოში ერთი ადგილი ვაკანტური 2025 წლის 30 დეკემბრიდან ხდება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი არჩილ კოჭლამაზაშვილი 2020 წლის დეკემბრიდან თბილისის ქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის დელეგაციის წევრ საიმონ ვანდერბრუკის ქვეყანაში არ შემოშვების ფაქტს ეხმაურება. ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას. აღნიშნულზე ჰქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია. აცხადებენ საგარეო უწყებაში. იქამდე კი ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ საიმონ ვანდერბრუკი, რომელიც საქართველოში 2024 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, ქვეყანაში აღარ შემოუშვეს. მათივე ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილზე. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. დეპუტატების წინაშე ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ წარადგინა. მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება თავის მხრივ უზრუნველყოფს გამოძიების ეფექტურობას და ამავდროულად ის ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნული სამსახურის სტატუსთან არსებობს, აღმოიფხვრება. როგორც გორდულაძე აღნიშნავს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური კონკრეტულ დანაშაულებს იძიებდა, მაგრამ მასზე ზედამხედველობას და საპროცესო ხელმძღვანელობას ისედაც პროკურატურა ახორციელებდა. ცნობისთვის, ცვლილება 20 კანონში შედის. ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად მოხსენიება დეზინფორმაციასთან ერთად დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც იგი აცხადებს, საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის სახალისებაზე. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა ცუდად საუბარი ან თავდასხმა, არამედ ლეგიტიმური კრიტიკაა, რომელსაც პასუხი სჭირდება, წერს შალვა პაპუაშვილი. რადგან საქართველოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს ქართული ოცნების რეჟიმი აკონტროლებს, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. მკაცრი შეფასება გამოხატონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ყოფილი პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების პოლიტიკური დევნის თაობაზე. ამასთან მოვუწოდებთ ეუთო ოდირს შემჭიდროებულ დროში დაიწყოს პოლიტიკური პატიმრების, სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვის შესაბამისად. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებაში აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ. გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საერთაშორისო და შიდა ეროვნული სამართლებრივი მექანიზმები ქართული ოცნების რეჟიმის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, ჩადენილი მასობრივი ადამიანის უფლებების დარღვევებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შელახვის გამო. სანქცირებული მართლმსაჯულების სისტემის მეშვეობით რეჟიმი ცდილობს დააზიანოს ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი. ძალით მიაღწიოს პარლამენტის ლეგიტიმაციას და ველიდან გააქროს დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ქართული ოცნების მთავრობამ და მათმა ოლიგარქმა მარიონეტმა მმართველმა ივანიშვილმა კიდევ ერთი ხაზი გადაკვეთეს, რასაც გაერთიანებული სამეფოს სანქციები უნდა მოყვეს. ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი ჯეიმს მაკკლირი X-ზე წერს. საქართველოს აგრძელებს პოლიტიკური რეპრესიების მოლიპულ გზაზე სიარულს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯაფარიძე ახლავე უნდა იქნას გათავისუფლებული, წერს მაკკლირი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შტატების საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე სტივენ შნეკს, კვლევისა და პოლიტიკის მიმართულების დირექტორ გილერმო კანტორის და პოლიტიკის ანალიტიკოს დილან შექსნაიდერის შეხვდა. აღნიშნული შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისია არის ორგანიზაცია, რომელიც ანგარიშებს ამზადებს აშშ-ის კონგრესისა და პრეზიდენტისთვის, რათა მათ რელიგიური თავისუფლების პოლიტიკის დაგეგმვაში დაეხმაროს. შეხვედრის დასასრულს სააგენტოს თავმჯდომარემ მასპინძლებს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემები, ოკუპირებული მემკვიდრეობა და რელიგიები საქართველოში გადასცა. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 15 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოდან გაძევებულ იქნა თურქეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, რუმინეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ირანისა და რუსეთის ჯამში 15 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწეს. 27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 25-27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში თბილი და უნალე ქვამიდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 28-30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 25-30 გრადუსი დაფიქსირდება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მემორანდუმზე მუშაობს და მოსკოვი ნებისმიერ შემთხვევაში კიევს თავის წინადადებებს წარუდგენს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ჩვენ მოლაპარაკებების მომხრე ვართ, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. მათ ეს დაადასტურეს, ეს უკვე დადებითი მოვლენა, ამ მემორანდუმზე მუშაობა მიმდინარეობს. არ ვიცი მეორე მხარის შესახებ, მაგრამ ჩვენი სამუშაო უკვე მოწინავე ეტაპზეა. ნებისმიერ შემთხვევაში შეთანხმების შესაბამისად ჩვენ ამ მემორანდუმს უკრაინელებს გადავცემთ და ველით, რომ ისინიც იმავეს გააკეთებენ, აღნიშნა მინისტრმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მასშტაბური პროცესი დასრულდა. აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება კიდევ უფრო დიდი შედეგი გამოიწვიოს. რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლა დასრულდა, ის მალე ამოქმედება. ვულოცავ ორივე მხარეს ამ შეთანხმებას. ამან შეიძლება რაღაც დიდამდე მიგვიყვანოს, წერს ტრამპის სოციალურ ქსელში. უკრაინის და რუსეთის ხელისუფლებებს აღნიშნული გაცვლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებიათ. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კիր სტარმერმა და სხვა ქვეყნების ლიდერებმა ფაქტობრივად განაცხადეს, რომ ჰამასის ხელისუფლებაში დარჩენა სურთ. მისი თქმით, კիր სტარმერს, ემანუელ მაკრონს და მარკ კარნის სურთ, რომ ისრაელი დამშვიდდეს და შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ჰამასის მასობრივი მკვლელების არმია გადარჩება. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰამას ისრაელისა და ებრაელი ხალხის განადგურებას სურს, თუ ისრაელი არ შეწყვეტს განახლებულ სამხედრო შეტევას და არ მოხსნის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვებს, საპასუხოდ შემდგომ კონკრეტულ ქმედებებს განვახორციელებთ. აღნიშნულია სამი ქვეყნის მთავრობების ერთობლივ განცხადებაში. ვაშინგტონში ებრაული მუზეუმის წინ ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში, ასევე უცხოელი ოფიციალური პირების მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაში წაუყენეს. ამერიკის შეერთებული შტატების პროკურორმა ჯანინ პირომ განაცხადა, რომ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მოხლით მიმდინარეობს და მოსალოდნელია დამატებითი ბრალდებები. გამოძიების ფედერალური ბიუროს ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენელმა სტივ ჯენსონმა მკვლელობას ტერორისტული აქტი და ებრაული თემის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა უწოდა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში ებრაული მუზეუმის წინ ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი 30 წლის ელიას როდრიგესის სროლიდან მალევე ადგილზე დააკავა. ის დაკავებისას სკანდირებდა თავისუფლება პალესტინას.
ლიეტოვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მე-17 პაკეტი არასაკმარისია. ამიტომ შემდეგი შეზღუდვები უფრო მკაცრი უნდა იყოს. ერთი ან ორი სახელმწიფოს გარდა ყველას გვესმის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი კარგია, მაგრამ არასაკმარისი. ამიტომ ჩვენ სანქციების მე-18 პაკეტის, რაც შეიძლება მალე მიღების მომხრე ვართ და მჯერა რომ ის უფრო ძლიერი უნდა იყოს. განაცხადა ლიეტოვის პრეზიდენტმა. მისი თქმით, სანქციების ახალი პაკეტი უკიდურესად პრინციპული უნდა იყოს და არ უნდა შეესაბამებოდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგე ზოგიერთი ქვეყნის ინტერესებს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.